კიდევ ერთი პაციენტი, ხო? დასტური იმით, თუ რატომ არ ჭირდება ჯანსაღ სისტემას გამორეცხვა. ხო? ეს ჭყალებში არ მიწყენოთ, მაგრამ ხო, სუპერ გამორეცხვები ვახავთ, მრეცხავები, რაღაც ახალი ბუმი წამოვიდა საქართველოში, ხო? გამოვიდა ახალი ბუმი წამოვიდა ნამდვილად, ხო, რა ვიცი, დასაბულინგებელი ეთყობა. ხო? ერთობით რაღაც ახალი აღმოჩნდება. ამასობაში ვინსკი საერისხი აპარატი დაიჭირა, ყველა პროფესიონალი და პროფესორი გახდა. არ ჭირდება კიდევ ერთი ვიზახი ჯანსაღ სისტემას გამორეცხვა. არავითარი გამორეცხვა გარდა ერთისა, მასაა გუხეში ფილტრი და ის ნაწილაკები, როცა არის ჯანსაღი სისტემა და აი ზუსტად ეგრეთ წოდებული, ხო, რკინის, თუჯის, ალუმინის თუნდაც არა აქვს მნიშვნელობა ეს პირველჯერადი, ერთჯერადი ზუსტად აი ეს ეგრეთ წოდებული სრუშკა, ხო? ეს მინიატურული, ხო, რომელიც ზუსტად მიტრიული, მაგიტომაც არის ეგრეთ წოდებული ფილტრი. მოგონებული რომ ის უბრალოდ ქვაბში არ დარჩეს, ხო? ეს არის რაღაც 16 წლის სისტემა, საშრობის რაღაც არის ყოველისა პასიური ეგრეთ წოდებული მოძრაობა, ვინაიდან ხარჯი გვაქვს, ხო, პასიური. ამასობაში, ხო, აი ესეთი სახით, ხო, ეგრეთ წოდებული პრინციპში გამაერთიანებელი მიწოდება უკუსლა, გამაერთიანებელი, ხო, არაფერი არ იცვლება აქ და ნახოთ ახლა, ხო, ჯერ პირველი, ხო, ჩამოსვლის შემდეგ, აი ესეთი, ხო, 14 წელი, 14, ხო? იმათონო, იყოს 14 და არა 16. 14 წლის სისტემას გამორეცხვა არ სჭირდება, ამ წყალს ვაკვირდებით, ხო? აი ესეთ ზუსტად ეს არის, შეგვიძლია ავიღოთ და გავყიდოთ. ეს წყალები სხვადასხვა როცა უკვე ამასობაში ეს რა გაითვალისწინოთ პატივცემულო, ხო? საზოგადოება რასაც ვასხავთ, აი ეს კი არ უნდა გადავაქციოთ. უნდა ქონდეს ეგრეთ წოდებული საბრეზე აპარატი, აი პროფესორებსაც გეხებათ, ხო? ვითომ რაღაცასო წარმოვადგენთ, ამასობაში წარმოდგენა რა გვაქვს, ხო? იმისა, ვინც კი ტელეფონი დაიჭირა ხელში, ყველა ბლოგერები გავხდით უკვე ამასობაში და ამ დაბოლებებსაც შეეშვით. ვინაიდან ხო არაფერს მომცემი არა, ვინაიდან ფაქტის სახეზეა, რეალობას უნდა შეხედოთ ამასობაში საზოგადოებას ის უნდა უთხრათ თუ რატო ხდება ზუსტად ის შლამიანობა, ეგრეთ წოდებული შლამის წარმოქმნა კი ბატონო, სისტემაში და რა უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა იმისთვის, რომ თქვენ აღარ მიხვიდეთ იქ, ხო? ეს ზუსტად მაყუთი არ გააკეთოთ. ამასობაში ამას ქვია ეს ზუსტად არ მიწყინოთ, მაგრამ სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით აპარატი დავიჭირთ და დავბივართ ახლა და მრეცხავთ, მრეცხავები გავხდით, ხო? აი რეცხვის სტატუსი აქვს არის მანქანას და რა ადამიანს, ხო? ხო, ამასობაში, როცა ამბიცია კიდე ვითომეტეს გვაქვს, რომ ვითომ პროფესიონალები ვართ, ვითომ ამასობაში, ხო? ამასობაში გამორეცხვა შეიძლება თურმე ყოველ 3-4 წელს. რა მაგარი ბიზნესი არის, ხო? ყოველ 3-4 წელს, ხო, მანქანა კი არაა ბოლოს და ბოლოს, ხო, ავტომობილი, თუნდაც რა კვირაში ერჯერ, რატოგაც 3 წელიწადში ან 4 წელიწადში ერჯერ, კვირაში ერჯერ უნდა აი სტატუსით პრინციპში ურჩიოთ ამასობაში დამკვეთებსაც სხვა რა, ხო? წარმოდგენა როცა არა აქვს ადამიანს. სხვა რა საშუალია კი იმისა, რომ გარდაიცვალა, რომ იმას გონია თუ კი არ მუშაობს, მოვა ჭიჭიკუ გამორეცხავს და ამუშავდება ყველაფერი. თუ სისტემა არ მუშაობდა, კი ეს პირობითი არის, ვინაიდან ახლა ტალახიანი სისტემა და არა, ხო? მე სისტემას გულისხმობ აი ესეთი სახით. კიდევ ჯერ ვიზახით 14 წლის სისტემა, აი ესეთი სახით. იმას არ გადავაქცევთ, რა თქმა უნდა, ის უნდა შეუშვა უკვე სისტემაში. ხო, სპეციალური ეგრეთ წოდებული საპრესი აპარატით და შეუშვა სისტემაში. გამოდენი ახლა მთლიანად პრინციპში მოუხსნიან საშრობს, ამ პროცესად ჩავატარებთ და დაგანახებთ კაფეოთ საზოგადოებას, რომ ზუსტად იქაც შლამი არ იქნება. კიდევ ჯერ ვიმეორებ 14 წლის საშრობის აზაქტიურად უნდა იყოს არა ეს, ხო? ამასობაში ფიქცია, ხო? ეგრეთ წოდებული არც წარმოდგენა იმისა, რომ ეს პლასმასი ვერ იქნება, ამასობაში გვაქვს ზუსტად პრინციპში ფოლადი, მით უმეტეს განსაკუთრებულად შიგნით, შიგთავსი არის ფოლადი, იქ უნდა იყოს ზუსტად პროცესი, რასაც ქვია აქტიური ჟანგიანობა, მაგრამ ჟანგიანობა არ მოხდება ვინაიდან არ აძლევს საშუალება ზუსტად ის, რასაც ქვია ჟანგბადის შექცევა სისტემაში, რომ ეს პროცესი დაიწყოს, წარმოიქმნას ზუსტად წარმოიქმნას ის შლამი, ეს შლამი წარმოიქმნება ზუსტად აი პროცესის მეშვეობით, რასაც ქვია დიფუზია, შექცევა ატმოსფერული წნევის შიგნით არეალში. არ ხდება არსებულ სისტემაში ვინაიდან ჯერ ესეთი ნაკლებად უნდა შეივსოს სისტემა კიდე საერთოდ უნდა შეივსოს ეს აი ზუსტად უნდა ის გავითვალისწინოთ ხრალი არ უნდა ქრონდეს ამასობაში სისტემა უნდა იყოს დაცული ამასობაში სისტემა უნდა იყოს ჰერმეტული და გვექნება ჯანსაღი აი ესეთი ხო წყალი ხო მირამდენი თუ ვაჩვენო საზოგადოება წყალი ეს ამასობაში წყალის არა ეს არის უკეთ ფომატარებელი რომელმაც უკვე გაცა ეგრეთ წოდებული უკვე პრინციპში ყველანაირი პრიმესი ჟანგბადით არის რა ქვია გაჯერებული პროსტურად უპირველეს ყოვლისა რაც იყო ჟანგბადი
გაჯერებული ჟანგბადით გაცა გამოფიტული წყალი. თქვენაზე გაწმინდილი სუფთა პრემესებით, რაც გათბობის სისტემაში ჭირდება, ამას ვქეთ ფორმატარებელი უკვე, რომელიც უნდა შევინახოთ და ისე შეუშვა სისტემაში და არა ახალი პორცია, ტალახი შევიყვანო და ჟანგი შევიტანო სისტემაში. ამიტომ ამას ახლა დღეს გამოცდი, მაგრამ გვიანი ღამე არის. ამასობაში იმპატვისებურ შემდეგ უკვე შევუშვებ ხელის აპარატით და არა წყლის პორციით ახალ პორციას და ახალ ტალახს შევუშვებ სისტემაში. მერე მას ჭირდება ზუსტად ის დრო, მოცულობის იმიტომ რომ ეს გარკვეული მოცულობა წყალი უნდა შევუშვა სისტემაში და ის სალამი ჟანგიანობას გაივლის პროცესს პრინციპში ამაში ჟანგიანობას წარქვია უკვე პრინციპში პრემესების გაცემას ამას რო ჭირდება რატომ? როცა გვაქვს ის რაც გვაქვს ის უნდა შევინარჩუნოთ და არა გადავასხათ და ახალი ტალახი, ახალი პორცია შლამი შევიტანოთ სისტემაში. მოხსნათ ხა და დარწმუნდით იმაში, იქნება რა ვიცი, მეცუცები პრინციპში რომ იქნება არის დაშლამული, ხო, ეგ ეწოდებული უკვე გამაერთიანებელი, ხო, ეგ ეწოდებული პრინციპში ლიანდაგები თქვენ სენაზე ვინაიდან ეგ ეწოდებული მიწოდება და უკუსვა არაფერი არ უსწრება კიდე ერთი ვიზახი ერთ მეორეში გაერთიანებული არა და სულ ყველას აქვს ამასობაში კავშირი ერთი მეორესთან. ეს უნდა იყოს გაჯერებული შლამით. ნახოთ. ტუალეტურის გადავიღოთ, არც ეს არ წარმოადგენს პრობლემას. ვაგვირდებით, ხო? ნახეთ რა ტალახი ჩამოდის და ახი რამდენი შლამი ჭირდება არიქა, ხვალ ჭიჭკო უნდა გამოვიზახო, ხო აპარატით. შეერთებს და გამორეცხავს. ნეტარას რეცხავთ იგაა საინტერესო, ხო? ჩაბინძურებულ სისტემას, ხო ეს იგივეა. თქვენ სენაზე რო აგიხსნათ და დამკვეთება რო გაათვისნობიეროთ, ხო? გარეცხილი მანქანა ეს არის თქვენი სუფთა სისტემა სუთავიდან საწყის ეტაპზევე, ხო? ეს არის ბაზისი. და გავიქცეთ და ხო, ლამში, ხო? ის გარეცხილი მანქანით პრინციპში ვიკოტრიალოთ, ხო, ჭყალებში ზუსტად ამას ქვია, ხო? ვიგრიალოთ იმ მანქანით ლამში, ტალახში და მე გავიკვირდი სათუ არის ტალახი ამიოს. იგივე არის ეს მიმართულებაც, ხო? აგერ ბატონებო, ხო? შუალედური არ არის სპეცია. კიდევ ერთი ვიზახი 14 წლის სისტემა, ხო? სად არის საინტერესოა ეს შლამი? ხო? ან საიდან წარმოიქმნება, ხო? შლამი არ წარმოიქმნება ჰაერიდან კიდევ ერთი ვიზახი და კიდე იმას ენერგია და სამუდამოდ მეგობრებო უნდა შევუშვათ უკვე ტვინებში, ხო? ის ტელეფონი რო აიღეთ, თვითონ ბლოგერები გქონია თავი. დიფუზია არ ხდება არსებული ეგ ეწოდებული მეტალოპასის მილი და ვინაიდან მას აქვს ალუმინის შრე. ის ხდება ზუსტად აიმ, ხო? რა ქვია, მილებიდან, რასაც უწოდებთ თქვენ თვითონ მაგარ მილებს, ხო? არ მინდა ახლა ეს ბრენდები დავასახელო, რომელსაც საერთოდ არ მიერება არ აქვს. არა ის დაცული. იმ პროცესისგან რასაც ქვია დიფუზია. ეს არის რკინა, რკინაში არ ხდება პროცესი დიფუზია, ეს არის პოლიმერი, ხო? ზუსტად მეტალოპასის მილი, პოლიმერი, მაგრამ დაცული ალუმინის შრით, ამიტომ ამ მილის მეშვეობითაც ამ მილიდანაც უბრალოდ არ ხდება პროცესი, რასაც ქვია დიფუზია. და ზუსტად იმ პოლიპროპილენის მილი, პეპერი, რასაც ქვია, ხო? ხო, ეს ხო, პეპერო, ამასობაში მანიაში რო ვართ უკვე ჯერჯერობით ჩარჩენილი, ხო? 21 საუკუნეში ზუსტად იქიდან ხდება ის პროცესი, რასაც ქვია დიფუზია. იქიდან წარმოიქმნება შლამი. შლამის სისტემაში აქედან წარმოიქმნება შესული ჟანგბადი, შედის რეაქციაში შედის რკინაში, რადიატორები. სადაც გვაქვს რკინა კიდევ ერთი ვიზახი, რადიატორები, ქვაბი, საშრობი და ასე შემდეგ, ხო? ცილით ახლა კიდე პრინციპში და არ დამეზარება და ამ ეგრეთ წოდებულ საშრომსაც მოხსნი. 14 წლიანი სისტემა, კიდევ ერთი ვიზახი, პატივცემულებო, ხო? რაღაც ვერ ხედავთ აი მას, ხო? ზუსტადაც რომ ზუსტად აი ხო ფრაგმენტებს და სურათებს და ვერც დავინახავთ, ხო? ეს არაფერია ამასობაში. აი ზუსტად ესა ამის დანიშნულება, როცა ეს მოხდება ზუსტად იმ ეგრეთ წოდებულ უხეში ფილტრში, ეს იკაჩერდება. და არა შლამი, ტალახი როგორც თქვენი გაჩვენებთ ხოლმე, რატო? კიდევ ჯერ ვიზახი, იმიტომ არსებულ სისტემაში არ ხდება პროცესი, რაც ქვია დიფუზია. დიფუზია ეს არის აუცილებელი ფაქტორი და ეს არის უმთავრესი კიდევ ჯერ ვიზახი პატივცემულებო. ვინა ჯასაღი სისტემები, ესე იგი არ უნდა ქონდეს სისტემა, ხო? ჩვენ ენაზე, სატექნიკოსების ენაზე, ხო? პროფესიონალურ ენაზე ამას ქვია. ეგრეთ წოდებული ხრელი ამასობაში არ უნდა მოვსწრებთ ყოველდღიურად, ხო? და კვირაში ორჯერ, სამჯერ სისტემას, ის უნდა მოიძიოთ ამასობაში პირველ ყოვლისა თუ რატო ასეთ სისტემას და შესაბამისი კლასიფიკაციის მილებით დამონტაჟოთ. გათბობის სისტემები და გვექნება ასეთი ბედნიერება, ხო? 14 წლის შემდეგაც. აღარ დაგჭირდება მრეცხავი ჭიჭიკოები, ხო? დასტური მე მგონი სახეზე არის და მტკიცებულობა მეტი აღარ სჭირდება. რაც გამოვიდა ერთადერთი, ხო? არსებული ეგ პრინციპში აი ნიშნულზე სუფთა წყალი კიდევ ერთი ვიზახი, რომელიც შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ და ესაც ის არის. აი ეს ხო ფრაქციები, რომელიც არაფერი არ არის, ვინაიდან არის ხო ეს არსებული პრინციპში ეგ ეწოდებული საშრობი, შიგთავსი არის 2G, ხო? ამასობაში 2G
თუჯიმენტი უბრალოდ პრინციპში ფოლადი, ხო, ფოლადისგან კი ბატონო შედგება და ფოლადს განაპირობებს ის ზუსტად ის თვისება, არასდროს ეგ ეწოდებული ეს, ხო, მიზერული, ხო, ეგ ეწოდებული მინიატურული სტრუჟკა, ჩვენაზე ქვია მას სტრუჟკა, ხო, ის საცელებითაა. ეს არაფერი მანეობას აწარმოადგენს, ვინაიდან ეს საბოლოო ჟამს აღმოჩნდება ზუსტად მუხეშ ფილტრში, ამასობაში ის ვერტიკალურად გაშტიკინებულსვა და დაამონტაჟებთ ხოლმე ეს მაგარი არის ხოლმე, ხო, ამასობაში ვერტიკალურად კი არ ამონტაჟებთ იმას. იმას უნდა ამონტაჟებდეთ, ისე როგორც საჭიროა, ხო? იმას უნდა ამონტაჟებდეთ ჰორიზონტალურად, ვინაიდან ვერტიკალურად მონტაჟდება უნივერსალური ფილტრები. ხო, და არა ის რაღაც ახალი ოფციები შემოვიტანეთ, თუ მაგნიტური ფილტრები და მე რა მაინც გაჩერდება აქ. არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს ფილტრის დანიშნულება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თუ კი ის არის ეგ ეწოდებული, ხო? დახრილი, კუთხოვანი ეგ ეწოდებული სტანდარტული ფილტრი, ის უნდა მონტაჟდებოდეს ჰორიზონტალურად, არის უნივერსალი. ამასობაში ეს მაგნიტების არაფერი ხო მომცემი არა ვინაიდან ის არსებული ეგ ეწოდებული სტრუჟკა რასაც ქვია იმ ფილტრში რასაც ქვია ოკეი 100 მიკრონი გაჩერდება ხო კიდევ ჯოიზახი ჯანსაღ სისტემას გამორიცხვა არ ჭირდება დასტური მეორე როგორც ყოველთვის კეთილი და